პროტესტის ერთწლიან პერიოდში მედიაზე თავდასხმისა და ხელშეშლის 400-მდე შემთხვევა აღრიცხული. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ მომზადებულ დოკუმენტშია ნათქვამი. დოკუმენტში მიმოხილულია ფიზიკური თავდასხმის, ჟურნალისტების უკანონო დაკავებისა თუ დაჯარიმების შემთხვევები. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებით პროტესტის ერთწლიან პერიოდში დამოუკიდებელი მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობის, დაშინების, მუქარის, შევიწროების, დევნისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში სხვადასხვა ფორმით ხელშეშლის შემთხვევა აღრიცხული, მათგან 300-მდე მიმდინარე წელს, 100-მდე კი 2024 წლის ბოლო ერთ თვეში. ერთწლიანი უწყვეტი საპროტესტო აქციების გაშუქებისას მიზანმიმართული ფიზიკური თავდასხმების, ცრემსადენი აირის, სპრეისა და წყლის ჭავლის გაშვების შედეგად მძიმედ დაშავდა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა ათეულობის ჟურნალისტსა და ოპერატორს. ადგილი ჰქონდა ჟურნალისტების სიტყვიერ შეურაცხყოფას, მათ დაშინებას, დამცირებასა და დისკრედიტაციას. გარდა ამისა, საპროტესტო აქციების გაშუქებისას ტექნიკა დაუზიანეს ან ჩამოართვეს არაერთ ჟურნალისტს. ამ მხრივ განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც პირდაპირ ეთერში მომუშავე ჟურნალისტებსა და ოპერატორებს სავარაუდოდ ხელისუფლების მიერ დაორგანიზებული ეგრეთ წოდებული ტიტუშკები და სამართალდამცველები განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ. საგულისხმოა, რომ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის არც ერთი შემთხვევა დღემდე გამოძიებული არ არის და არც ერთი დამნაშავე პირი პასუხისგებაში არ არის მიცემული. მსგავსი დანაშაულებისადმი სამართალდამცველი სტრუქტურების მხრიდან აშკარა გულგრილობა ამყარებს საფუძვლიან ეჭვს, რომ მსგავსი დანაშაულების პრევენცია, ჯეროვანი გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა ქართული ოცნების ხელისუფლების ინტერესში არ არის და ეს კანონგარეშე ქმედებები სწორედ ხელისუფლების ორგანიზებული იყო. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაკუთრებით საგანგაშო ტენდენციად იქცა ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების უკანონო დაკავება, რომელთა რიცხვმაც შემაშფოთებელ ნიშნულს მიაღწია. ორგანიზაციის ცნობით, მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მედიის 26 წარმომადგენელი დააკავეს, მათგან ნახევარზე მეტი ბოლო ერთ თვეში ადმინისტრაციული წესით, ეგრეთ წოდებული გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კიდევ ერთ მავნე ტენდენციაზე ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას მედიის წარმომადგენლების ეგრეთ წოდებულ გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით დაჯარიმებაზე ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში წერია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 40-მდე ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. ორგანიზაციის განცხადებით, ერთწლიან უწყვეტ საპროტესტო ციკლში კრიტიკული მედიისთვის შექმნილ მრავალმხრივ მტრულ გარემოს ასევე თანსდევდა სხვადასხვა რეპრესიული კანონით მათი საქმიანობის კიდევ უფრო შეზღუდვაც. იქნებოდა ეს კომუნიკაციების კომისიის მაკონტროლებელი როლის კიდევ უფრო გაზრდა, მათ წინააღმდეგ სარჩელები თუ დაფინანსების წყაროების გადაკეტვა.